ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში პარლამენტის სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრა გამართა. ხუნდაძემ მოსახლეობა საქართველოში და კერძოდ გურიაში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა გააცნო. დემოგრაფიული კუთხით გურია იმ რეგიონებს მიეკუთვნება, სადაც პრობლემები თვალსაჩინოა რაჭა ლეჩხუმის შემდეგ. საქართველოში 2013 წლიდან დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო. შემუშავდა სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკა. დემოგრაფიული მონაცემები პირდაპირ აისახება პირდაპირ კავშირშია სკოლასთან. იმდენად შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობა, განსაკუთრებით სოფლის სკოლებში, რომ ეს მტკივნეული საკითხი იყო ჩვენთვის და ნამდვილად მიზნობრივი. აუცილებლად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვთვლი, რომ აი ზუსტად განათლება გოგონების, ქალების და კერძოდ მომავალი დედებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამომავლოდ გამრავლების და დემოგრაფიული საკითხების გადაჭრაში. ვფიქრობთ, რომ სამთავრობო პროგრამები, რომლებიც ინერგება და რომლებიც ხორციელდება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს დემოგრაფიული სიტუაციის გამოსწორებას, კონკრეტულად გურიაში, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ მოდი ესე ვთქვათ, მთავრობის ინიციატივები არ არის საკმარისი და ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას გამრავლება სჭირდება და გურია ერთ-ერთი კრიზისული რეგიონი, სადაც ეს მაჩვენებელიც არასახარბიელოა და ამ კუთხით იცით, რომ რამოდენიმე ინიციატივა განხორციელდა, ერთ-ერთი არის ყველაზე ღირებული და მასშტაბური პრემიერის ინიციატივა, ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსება ყოველთვიურად. 1 ივნისიდან საქართველოს 6 რეგიონში, მათ შორის გურიაში, ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე ფულადი დახმარებები, ბარში 150 ლარის, მთაში კი 200 ლარის ოდენობით გაიცემა.